Დაკავებულია ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც თაღლითური გზით სახელმწიფოს კუთვნილი მიწების სიმთვისებაშია ეჭვმიტანილი. Თანამშრომელთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მკლავ ჭიჭი მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ ცხადაძეა. ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ეჭვმიტანელთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ მსჯელობს. დასრულდა თუ არა პროცესი, ამას ლევან ჩხაიძისაგან შევიტყობთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ლევან, გისმენთ. ზაურ ცხადაძის პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. აღკვეთი ღონისძიების სახით მას შეეფარდა წინასწარი პატიმრობა 2 თვის ვადით. რაც შეეხება თვითონ დაკავების ფაქტს, დაკავებული არის 5 პიროვნება, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო მიწების უკანონო თაღლითურად მითვისებაში. საქმე აღძრულია 180-ე მუხლის მესამე ნაწილით და ეს ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სქემის მიხედვით, რომელიც გამოძიებელმა მოგვაწოდა ჩვენ, არსებობს ინფორმაცია, რომ შემდეგნაირად ხდებოდა მიწების მითვისება, მიწა ფორმდებოდა ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე ერთ-ერთ პიროვნებაზე, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი ამ მიწას იფორმებდა ლაშა სამუშია და სწორედ მისგან იძენდა ზაურ ცხადაძე ამ მიწებს, თუმცა ცნობილია, რომ გარიგებები ხდებოდა ყალბი დოკუმენტაციით და ის თანხები, რომელიც არის დაფიქსირებული, იყო ფიქტიური და მხოლოდ ქაღალდზე ფიქსირდებოდა. ქალაქის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა გამოავლინეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფოს ქონებას. საქმე ეხება მიწის ნაკვეთებს, რომელსაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ირეგისტრირებდნენ ეს პირები. დაკავებული არის ამ ეტაპზე თაღლითობის ბრალდებით. ჩვენ ამ თემაზე დღეს დილიდან მუშაობთ, ვცდილობთ გავსაუბრობდით ზაურ ცხადაძის ოჯახის წევრებს, თუმცა ისინი კომენტარებისგან თავს იკავებენ. რაც შეეხება თავად დაკავებულს, ჩვენ დავესწარით პროცესს და მან აღიარა დანაშაული მისმა ადვოკატმა 30,000 ლარი შესთავაზა გირაოს სახით, თუმცა მისი ეს შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული და როგორც გითხარით, ზაურ ცხადაძეს შეეფარდა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა. ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ ვესაუბრეთ ასევე მის ერთ-ერთ მეგობარს სოსო ჯაჭვიანს, რომელიც ამბობს, რომ არ იყო საქმის კურსში თუ რა საქმიანობას აწარმოებდა ზაურ ცხადაძე და წრეში უკანონოდ მიწების მითვისებაზე არ იყო ის ინფორმირებული. მე აბსოლუტურად არანაირი ინფორმაციას არ ვფლობ, გარდა იმისა, რომ მე გავიგე, რომ ზაური დაუკავებიათ გუშინ წინ, ნამდვილად არ ვიცინე არაფერი. ეხლა ზაური და მიწებთან თუ რამე ურთიერთობა ქონდა, ნამდვილად არ ვიცი. ამჟამად ის რა საქმიანობს მისი თეგეტა მოტორსის ერთ-ერთი ნაწილია. ზაურ ცხადაძის ადვოკატს აქვს 48 საათიანი ვადა იმისთვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.